ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწვევის პროცესი დასრულდა. წვევამდელთა ნახევარზე მეტმა ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი იმსახუროს სამხედრო სამსახურში. 2025 წლის ბოლო მეოთხე ნაკადის წვევამდელების სამედიცინო შემოწმების შემდეგ ახალქალაქში ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი მომზადების ცენტრში სამხედრო მომზადებას გაივლიან. ახალქალაქში გამგზავრებამდე ისინი სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ განყოფილებებში შეიკრიბნენ, სადაც სამხედროებისგან მითითებები მიიღეს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ წვევამდელები ფიცს დადებენ და ტერიტორიული პრინციპით თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში ეროვნულ სამხედრო სამსახურს 8 თვიანი ვადით გაივლიან. ბავშვობიდან მქონდა დიდი სურვილი, რომ ჯარში ყოფილიყავი და ეს აზრი წამოვიდა ჩემი ოჯახისგან, რადგან დიდი წარსული აქვს ჩემი ოჯახს საქართველოს ჯარში მსახურების. ბევრი არაფერი არ ვიცი ჯერჯერობით, მაგრამ მოველოდები, რომ ჩამოვყალიბდები როგორც კაცი, რომელიც იმსახურებს, რომ ემსახუროს თავის ქვეყანას. მე ძალიან დადებითი მოლოდინები აქვს ამ მომზადებასთან დაკავშირებით. მგონია, რომ ფიზიკურად და მენტალურადაც ძალიან წამადგება მსახურებაში და სამშობლოს გვერდში დაუდგები. 2025 წლის გაწვევაზე ახალ წვეულების ნახევარზე მეტმა ნებაყოფლობით გამოთქვა სამსახურის სურვილი. მალე დაიწყება 2026 წლის გაწვევა და იმედი გვაქვს, რომ ამ გაწევაზეც დიდი იქნება იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც საკუთარი სურვილით ზადარიან იმსახურონ ჩვენს სამშობლოში. ეს პირადი შემადგენლობა გაივლის 8 კვირიან პროგრამას, რომელშიც იქნება სხვადასხვა დისციპლინები, მაგალითად ეს იქნება სამწყურო მომზადება, ტაქტიკური მომზადება, საინჟირო კავშირგაბმულობა და კიდევ ძალიან ბევრი დისციპლინები. შემდეგ გადანაწილება სხვადასხვა ქვედანაყოფებში.